იქნები იქ, სადაც იქნება ჩემი თავისუფლება, ეს სიტყვები თქვა მეუფე ვახტანგმა, სწორედ TV პირველის პირდაპირ ეთერში, მაშინ, როდესაც შესაძლო და ზეწოლის მცდელობებზე საუბრობდა, ის რომ ვიღაცა შესაძლოა ჰქონდეს განზრახვა ეკლესიის და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე იქონიოს ზეგავლენა. მეუფე ვახტანგი განმარტავს, რომ დღევანდელი სხდომა, რომელიც ახლა საპატრიარქოში მიმდინარეობს, იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი, რადგან პრინციპულ საკითხებზე სწორედ დღეს უნდა შეაჯერონ პოზიციები წმინდა სინოდის წევრებმა. მეუფე ვახტანგმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით გუშინ ისაუბრა TV პირველის პირდაპირ ეთერში და დღეს თავს დაესხა და იერიში მიიტანა შალვა პაპუაშვილმა სწორედ TV პირველზე. უცნობია რატომ გაღიზიანდა ის წმინდა სინოდის ინტერვიუებით, მაგალითად აქამდე იყო მეუფე დანიელი, მეუფე ანტონი, მეუფე ვახტანგი, რომლებმაც TV პირველის პირდაპირ ეთერში ისაუბრეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც წმინდა სინოდის წევრებს უწევთ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ახალი პატრიარქის არჩევა. თუმცა შალვა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებიდან გაუგებარია კონკრეტულად რა ნაწილები აღიზიანებს მეუფეების განცხადებიდან, რომელსაც ისინი TV პირველის ეთერში აკეთებენ. ჩვენ ძალიან დეტალურად დავაკვირდებით, ვინ შეეცდება ეკლესიის საქმეებში ჩარევას. დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ არის გარეჩარევის მცდელობები. ხედავთ ჩვენ, რომ მაგალითად უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, რადიო თავისუფლება, ტაბულა პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში. პირდაპირ დაწყებული აქვს კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია აქვს რადიო თავისუფლებას, ტაბულას და ონლაინ გამოცემებს, სხვას პუბლიკას, ნეტგაზეთს და ასე შემდეგ. როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის საქართველოს პოლიტიკურ არჩევნებში, დღეს ვხედავთ ჩვენ მათ შორის დიდი ალბათობით ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან ჩარევას საქართველოს ეკლესიის საქმეებში და კიდევ ერთხელ ჩვენ ამას ძალიან დეტალურად ვაკვირდებით. აქედანვე უნდა იცოდნენ ყველამ, მათ შორის უცხოელებმა, ვინც ამ ყველაფერს აფინანსებს, ეს ყველაფერი აღირიცხება, ამ ყველაფერს ვაკვირდებით და რა თქმა უნდა ყველაფერზე გვექნება რეაგირება. კამპანია აქვს მამუკა ხაზარაძის და მის ტელევიზიას გაშლილი, საარჩევნო კამპანია იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მოახდინოს დისკრედიტაცია სხვადასხვა სასულიერო პირების და ზოგადად ეკლესიის. განათლება და ასაკობრივი ცენზი, რომ იქნება მთავარი მსჯელობის საკითხი დღევანდელ შეკრებაზე, ეს იმ მეუფეებმაც დაადასტურეს, ვინც სხდომაზე მოვიდა და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა. განათლების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან პატრიარქობის კანდიდატს რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ეს გაწერილი არის 1995 წელს მიღებულ საეკლესიო დებულებაში. თუმცა იქ აღნიშნულია, რომ უნდა ჰქონდეს პატრიარქობის კანდიდატს საღვთისმეტყველო განათლება. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება, არ არის დაკონკრეტებული სავალდებულოა თუ არა მაგალითად დიპლომის ქონა. შესაბამისად, დღევანდელ სხდომაზე წმინდა სინოდის წევრებმა ეს დაზუსტება უნდა გააკეთონ, ზუსტად უნდა გაწერონ კრიტერიუმები იმისთვის, რომ საოჭოფო საკითხი არ იყოს და საზოგადოებაში დამატებით კითხვები არ ისმებოდეს, რადგან რამდენიმე კანდიდატი, ვინც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სურვილი ჰქონდეს პატრიარქობის კანდიდატი იყოს, შესაძლოა ვერ აკმაყოფილებდნენ საღვთისმეტყველო განათლების, ამ შემთხვევაში დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებას, მათ შესაძლოა არ ჰქონდეს დიპლომი, თუმცა საჭირო იქნება თუ არა დიპლომი, ეს უნდა გადაწყვიტოს სწორედ იმ მღვდელმთავრებმა, რომლებიც ახლა წმინდა სინოდის სხდომას ესწრებიან. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ წმინდა სინოდის წევრები, მღვდელმთავრები, რომლებიც წმინდა სინოდში ხვდებიან ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, შესაძლოა, როგორც ირკვევა საპატრიარქოს ვებგვერდიდანაც, ყველა მათგანს თეოლოგიური განათლება დიპლომით დადასტურებული არ აქვს, თუმცა მათ საღვთისმეტყველო განათლება რომ აქვთ, სწორედ ამიტომ არიან ახლა სინოდის წევრებად წარმოდგენილები. მნიშვნელოვანი არის დებულების ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ უნდა იქნეს არჩეული პატრიარქი, მას შემდეგ რაც პატრიარქი გარდაიცვალა, ითქვა ცხადად, რომ არავინ არ აპირებს ამის შეცვლას. ჩვენ მაგალითად საერო ხელისუფლებაში გვახსოვს, რომ თქვა მოდის ახალი ხელისუფლება და იმით იწყებს, რომ კონსტიტუციას ჭრის და კერავს თავის, რომ მოირგოს თავისი ინტერესებისთვის და აქ ეს
ესეთი რამე არ მოხდება, იქნება ის დებულება, უბრალოდ ზუსტად უნდა გავიგოთ 57 წელია არ მომხდარა პატრიარქის არჩევა, ეს დებულება მიღებულია მას შემდეგ, ეს თუ არ ვცდები 90-იან წლებშია ეს მიღებული და ამ დებულების სწორი გააზრება და სწორი ინტერპრეტაცია ამაზეა საუბარი. დიპლომი შეიძლება ვინმეს კონდეს, არ კონდეს სასულიერო დიპლომი, ან კონდეს თქვა მხოლოდ სემინარიის და არ კონდეს აკადემიის დამთავრებული, მაგრამ საკმაოდ განათლებული იყოს. ვთქვათ, თეოლოგიის საკითხებში. ამაზე ეხლა ვერავინ ვერ გაგცემ თქვენ პასუხს, იმიტომ რომ თვითონ დებულებაში ეს არ წერია და ნახოთ თვითონ სინოდი როგორ კონკრეტულად როგორ ინტერპრეტაციას მისცემს სწორედ ამ დებულების ამ ნაწილს. სავარაუდოდ იქნება ალბათ რომ სასულიერო სემინარია ან აკადემია რომ უნდა კონდეს დამთავრებული. ზუსტად 3 საათია, რაც წმინდა სინოდის წევრები შეკრებილები არიან საპატრიარქოს შენობაში. რამდენ ხანში დასრულდება სხდომა, ჯერჯერობით უცნობია.